ნიკა ბუკია. ნიკა მელია დააკავეს, გარემოებები თანდათან ხდება ცნობილი, ფაქტობრივად მოიტაცეს. ეს იყო ის, რაც პირველი გავიგეთ მისი ადვოკატისგან. მელია დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი სავარაუდოდ, სადაც შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები და წევრები. ვრცელდება უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. აცხადებენ, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდამცველთა კოდექსით არის დაკავებული, როგორც ვარაუდობდა პრინციპში მისი იურისტი. ციტატა განცხადებიდან ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსის 173 მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან და სხვაგვარი შეურაცხყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდამცველების საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ნიკა მელია კანონით რადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი დაკავება, რასაც პარტიაში გატაცებას უწოდებენ, პრაქტიკულად ლისის ტბის ასახვევთან მოხდა, როდესაც მელია ავტომობილით გადაადგილდებოდა დაცვასთან ერთად, მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში 2 ცეცხლ შუა მონაწილეობის მისაღებად. საპატრულო პოლიციამ ის გააჩერა, როგორც ყვებიან, იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, მათ შორის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები მონაწილეობდნენ მის დაკავების პროცესში. კრიმპოლის თანამშრომლებმა წაართვეს ტელეფონი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უფრო მეტ დეტალს ნიკა გვარამია მოგვიყვება, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება, ამოიღეს ჩიპები, გადააგდეს ჩიპები, მელია ჩასვეს მანქანაში და შემდეგ გადაიყვანეს და გაანადგურეს ყველანაირი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ასახავდა ამ დაკავებას. მანქანაში იყო რეკორდერიო, ასეთიც მოვისმინე მე, რომელიც გაანადგურეს, როგორც მოვისმინეთ. მოკლედ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი საუბრობდა რამდენიმე წუთის წინ ტევ1-ის ეთერში, რომ აბსოლუტურად გაუგებარია ეს დაკავება. მისი ინფორმაციით მელიას პოლიციის ეკიპაჟმა მანქანის გადაყენება მოსთხოვა, ასე მოხდა მისი დაკავება და შემდეგ იგი უკვე ძალისმიერი მეთოდით დააკავეს. დღეს ნიკა მელიას სასამართლო იყო დანიშნული, თუმცა ხვალამდე 30 მაისამდე გადაიდო ეს სასამართლო. ამ ხრივ არის ძიმე ასევე ეს დაკავება და სხვა შინაარსის მატარებელი, ანუ ამ პროცესამდე დააკავეს ის. სავარაუდოდ ხვალ პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს ქართული ოცნების კომისიაში გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის მოტივით და არის ესეთი ერთ-ერთი ვარაუდი, რომ ის არის გამოითქვა უკვე ვარაუდი სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდებოდა, რომ ის სწორედ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული და შეიქმნა იმ თავითვე მოლოდინები, რომ ხელისუფლებამ აიძულა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ასე ამ ფორმით აიძულა ის, რომ გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე. თქვენ იცით, რომ მან უარი თქვა, საჯაროდ ჰქონდა მას გაცხადებული, რომ ის არ მიდის სასამართლოში და ადვოკატი ამბობდა, რამდენიმე წუთის წინ ის იყო ეთერში, რომ იმის ალბათობა იმისა, რომ ის მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებითაა სწორედ დაკავებული და რომ ხვალ უზრუნველყოფენ მის მიყვანას პრაქტიკულად ძალით სასამართლო პროცესზე არის დიდი და ამიტომაც მოხდა ეს დაკავება. თქვენ იცით ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, შეფასებებით ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე ნიკა გვარამია, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, არის ადგილზე და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას დაკავების, ასე ვთქვათ, ოპერაციაში მონაწილეობას ღებულობდა ლაშა გოგნიაშვილი, თბილისის პოლიციის უფროსი. მე მაინტერესებს პირველ რიგში ნიკას ვკითხო, რა იცის ამის შესახებ და გავრცელებული ინფორმაციით მელიას დღეს სუსის თანამშრომლების სახლიდან გაყვნენ და ის ლისის ტბის მიმდებარედ ძალის გამოყენებით თვალთვალის შედეგად დააკავეს. ნიკა, გისმენთ? სალამი ვიკა, უბრალოდ გამშვიდობისა.
ნუ სწორად აღნიშნეთ თქვენ რომ ჩვენი კოალიცია ამას არ ვეძახით, იმიტომ რომ არ არის ეს დაკავება, დაპატიმრება და ასე შემდეგ. ეს არ არის კანონიერ ჩარჩოში მიმდინარე ქმედება, ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც შედგებოდა ჩასათვალთვალისგან, მიდევნებისგან, ჩასაფრებისგან და მერე გატაცებისგან. კლასიკური ოპერაცია, რომელსაც ადამიანის გამტაცებლები, ანუ ყველა ფაზა ამ ადამიანის გატაცების ოპერაციისა მათ გაიარეს. და ეს არის დანაშაული მათ შორის და კიდევ უფრო მეტად თუ ამას ჩადის სახელმწიფო. ეს ასე მოხდა, ეს არის პირველი ნაბიჯი თავის უფლებამოსილებაში, რაც გადადგა ახალმა მინისტრმა გელამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუ ორჯერ გელამ და ესე რაც დაიწყო კიდევ უფრო უარესად დამთავრდება, ოღონ არა მელიასთვის, არამედ მისთვის. ნიკა გაიტაცეს, ეხლა 173 მუხლი თუ რაღაცა რო წერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეხლა მე გეტყვით ამბობს როგორ განვითარდა. ადამიანს მოუწყეს ჩასაფრება, დაახვედრეს ერთი პატრულის მანქანა, გააჩერეს უკანა მანქანა, იმიტომ რომ სიამეში ნიკას მანქანა უკანა მანქანა იყო, უბრალოდ ის წინა მანქანა შეიჭდა. ნუ მანამდე იყო ესე ვთქვათ, მისი ოჯახის მანქანაა ეს და დაბურვის გამო უნდა დაგაჯარიმოთ, რომ ჩაწიეს და ნახეს მანქანაში მელია არ იყო და მივიდნენ მეორე წინა მანქანასთან, რომელიც დაბურული არ არის და რისთვის მივიდნენ გაუგებარია, შეხედეს რომ მელია ზის და გადასცეს შემდეგი ტექსტი ობიექტი ადგილზეა. ამის შემდეგ იწყება დაკავების კი არა და გატაცების ოპერაცია, მოდის ერთდროულად 10-ზე მეტი მანქანა, ოღონ უკვე კრიმინალური პოლიციის ერთი სამარშრუტო ტაქსი და ფეხოსნები გამოდიან ტყიდან. ეხლა თქვენ მითხარით. იცოდნენ რომ მელია დახვდებოდა წინა მანქანაში შეაგინებდა და უცებ მობილიზებული 100-ზე მეტი პოლიციელი ყავდათ ადგილზე. ეხლა ხო სისულელეზე ვლაპარაკობთ. ნიკა მელია არის გატაცებული და ამას თუ დაკავება ქვია წინსწრებად ადამიანის დაკავება. ეგეთი რამე არ მომხდარა, ისევე როგორც მელიას დროს მოხდა პირველად ოპოზიციური პარტიის ოფისის აღება, ასევე მელიას დროს ხდება პირველად ადამიანის წინსწრებად დაკავება. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის და თანათავმჯდომარის დაკავება, მეგობრებო. მე ხას იმას კი არ უშავ, რომ პოლიტიკოსია და ამიტომ უფრო საგანგაშოა. არა, უბრალოდ მინდა რომ საზოგადოებამ დაინახოს, როცა ასეთი რამ ხდება, ამას ყველა იგებს წუთებში. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არაპოლიტიკოსების, იმ ადამიანების თავს რა ხდება, ვისაც საზოგადოებრივი ყურადღება ესეთი ფოკუსირებული არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად უპროგრამდებობა დიქტატურაში და დიქტატურა უნდა დაემხოს. მეტი გამოსავალი არ არსებობს. ადამიანებს იტაცებენ ქუჩებიდან, პოლიტიკოსებს მათ უსაფრთხებიან, დევნიან, უთვალთვალებენ, ამას არაფერი არ ქვია. ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც კი ადამიანები აყავთ და იჭერენ. ეხლა აქ არის ნიკა მელია და გვეუბნებიან რომ აქ არ არის. მაშინ როცა მეკითხავთ არა დანამდვილებით რომ იქ იმყოფება, სადაც ეხლა ხართ თქვენ შეკრებილებით იღმის იზოლატორთან. ჩვენ ვიცით დანამდვილებით, თორემ მოწმეები იყვნენ აქ ადამიანები დაგხვდნენ როცა მოვედით, ერთი გავიგეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ მოწმეები ვინც დაინახეს როგორ შეიყვანეს. ყოველთვის ისინი ასე ამბობენ და არავითარი საფუძველი არ მაქვს რომ არ ვენდო. განსხვავებით გელას პოლიციელებისგან. ამიტომ ეხლაც გრძელდება რეალურად ვისი უკანონო გადაცემის პროცესი, როცა ვერ ვიგებთ სად არის. უბრალოდ აქ არის და არ გვეუბნებიან რომ არის. მაინტერესებს აი ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანი პროცედურებით რო არიან დაკავებული მასთან სამართლებრივით, ხო, თუ ფსევდოსამართლებრივით და თან ადვოკატის გარეშე რო ყავთ უკვე 2 საათზე მეტი ხანია. ამას რა ქვია? ხო, აქაც ხო ეს პროცესია უწყვეტია რეალურად ეხლაც მიმდინარეობს ეს ყველაფერი. და ბოლო რაც მინდა ვთქვა და ბოდის გიხდით უნდა გავიდე მე გულწრფელად მაინტერესებს ეხლა ადგილობრივ თვითმმართველობაზე კვლავ შენარჩუნებულია კითხვის ნიშნები უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა როცა ოპოზიციური პარტიის და ოპოზიციის ერთ-ერთ უმსხვილეს ლიდერს ქუჩიდან იტაცებენ რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ როგორ ჩატარდება არჩევნები როგორ ჩატარდება თუ ამ ხელა პოლიტიკოსის მოტაცება ქუჩიდან შესაძლებელია ამომრჩეველი რანაირად მივა და გამოხატავს ნებას მართლა რაღაცა გვეჩვენება ეთყობა ან ვიღაცამ ჩვენზე მეტი იცის
ნიკა კოცების შესახებ კი ბატონო ნიკა აუცილებლად უნდა გკითხო რატომ შეიძლებოდა ამ ფორმით მიიღოთ გადაწყვეტილება ამ ფორმით დაეკავებინათ მელია რომელსაც ხვალ უეჭველად დააკავებდნენ და გარდაუვალი იყო მისი დაკავება რა შეიძლება იყოს მოტივაცია ვერ გეტყვით ვიკა ვერ გამოვიცნობ ეხა ავადმყოფ ჭკუაში რა დაიბადა ივანიშვილის და რა აღასრულა გელამ მე ამას ვერ გამოვიცნობ ფაქტი არის ერთადერთი რამე ადამიანი არის გატაცებული და ამ წუთამდე გრძელდება ეს ამბავი ამ წუთს სანამ ჩვენ არ ვიცით სად არის როგორ არის და ადვოკატი არ არის მასთან მანამდე ის გატაცების ოპერაცია არ არის დასრულებული ამიტომ ლაპარაკობ ამ წუთში პირველადი ამოცანა გვაქვს რომ ნიკა უნდა ვნახოთ ადვოკატი შევიდეს და დაელაპარაკოს ეს არის პირველადი ამოცანა ამ წუთში დანარჩენზე ვილაპარაკებთ მოგვიანებით ბოლოს მინდა გკითხო სასამართლოზე ხვალ ალბათ ის წარს დგება ესეც შეიძლება იყოს იმიტომ რომ საუბარი იყო ამაზე ადვოკატი საუბრობდა შეიძლება არც წარადგინონ, იმიტომ რომ 48 საათის ვადაში შეუძლიათ რომ პატიმრობის ხვალიდელი პროცესი საერთოდ გადადონ, მაგალითად, რომ ისედაც პატიმრობაშია, შეიძლება წარადგინონ, ვერ გაიგებთ. უკანონობის პროგნოზირება რანაირად შეიძლება, ვერ გაიგებთ. ეხლა ამ წუთში რა და როგორ იქნება. შეუძლიათ საერთოდ არ იმსჯელონ აკვეთის ღონისძიებაზე და წინა ის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდონ. ეს ხო არ ვიცით ეხლა. რა ხდება რა დაკავების საფუძველი აფერი არ ვიცით. რეალურად ხო? ამბავი ის არის, რაც მე გითხარით, რასაც ადამიანები შეესწრენ ადამიანებზე. აი ეს არის ამბავი. დანარჩენი ყველაფერი ამ წუთში არის კითხაობა, სამწუხაროდ. მადლობა ნიკა გვარამიას, რომელსაც ეჩქარება და აღარ დავაყოვნებ. ნიკა გვარამია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც თავადაც როგორც ჩანს ამბებს გაიზიარებს, 7-ში არის, როგორც ის 7 რიცხვში ელოდება დაკავებას, მაგრამ მას შემდეგ რაც ვიხილეთ ჩვენ დღეს პრაქტიკულად აი ეს თარიღიც უცნობია, შეიძლება თუ არა იმავე ფორმით დააკავონ ნიკა გვარამია, მოკლედ ამას ნახავთ, თქვენ იცით როგორია ქართული ოცნების პოზიცია და პოლიტიკა, როგორ შექმნეს მათ დაკავების და რეპრესიის, ასე ვთქვათ, ახალი მექანიზმი კომისიის სახით, რომ თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, ასეთი იყო დღეს ფოტოშერის კობახიძის განცხადება, მელიას დაკავებამდე მცირე ხნით ადრე გააკეთა მან ეს განცხადება, აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს სხდომა არ ჩატარდა, გადადების ოფიციალური საფუძველი გახდა პროკურორების გამოუცხადებლობა, პროკურორებმა გუშინ 28 მაისს წერილობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, თქვეს რომ ტრენინგს უნდა დასწრებოდნენ ადვოკატმა კონდახაშვილმა დღეს ახლა ესეთ კითხე კიდევაც მე ნიკას დღეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა რომ მისი აზრით პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა და შეგახსენებთ რომ მელიასთვის თეატრი ლუკიანის თავმჯდომარეობის მიმდინარე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გირაო აქვს შეფარდებული 50000 ლარი მელიას გირაო არც გადაუხდია და არც გადახდას აპირებს ვიცით მისი პოზიცია გირაოს გადახდის ვადა არის ზუსტად დღეს 29 მაისს ღამის 12 საათზე ან დაახლოებით 40 წუთში დადგება ეს პერიოდი იწურება ეს პერიოდი ანუ მანამდე მოხდა მისი დაკავება და კონდახაშვილი დღეს ვარაუდობდა რომ 29 მაისის სხდომის მიმდინარეობისას პროკურორები ვერ იტყოდნენ რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა ვერც მის პატიმრობას მოითხოვდნენ და ზურა ჯაფარიძის გარდა თქვენ იცით რომ გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადა არც ოქრუაშვილმა მელია არის უკვე დაკავებული და ნიკა გვარამიაც აი ამ პროცესის მოლოდინშია ჩვენ ნანუკა ქაჯაიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში ის არის ხაზზე, არის დიღმის იზოლატორთან იმყოფება ნანუკა, სადაც არიან ნიკა მელიას მხარდამჭერები, არიან ასევე მისი გულშემატკივრები და თუმცა ნანუკა მე კიდევ ერთხელ მინდა გკითხო საერთოდ არ დასტურდება ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთოდ ნიკა მელია იქ იმყოფება, თუმცა როგორც ვიცით, ხვილველები ამბობენ, რომ ის ნამდვილად დაინახეს, როგორ შეყავდათ შენობაში. და
არა მხოლოდ თვითმხილველები, ვიკაც წყაროები ჩვენ გვიყვებიან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან, რომ ნამდვილად ნიკა მელია იყავთ მოთავსებული, ამას ოფიციალურად ჯერ ადვოკატებს არ უდასტურებენ, თუმცა სავარაუდოდ რამდენიმე წუთში მათ მოუწევთ ამის დადასტურება, სავარაუდოდ პროცედურებს გადისახლა ნიკა მელიას შესახლების და ამის შემდეგ უკვე იძულებულები გახდებიან, რომ შეუშვან მასთან ადვოკატები, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დარღვევა იქნება ყველანაირი კანონის, თუმცა რა გვიყვარს კანონების დარღვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რადგან ნიკა მელიას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაადეს ხელბორკილები, გაიტაცეს, ჩასაფრება მოუწყეს იმ დროს, როდესაც გადაცემაში მიდიოდა სტუმრად და ტყის მიმდებარე პერიმეტრიდან თავს დაესხნენ, როგორც გვიყვებიან თვითმხილველებიც, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ, საუბარი მაქვს მის დაცვაზე და ასევე მძღოლზე, რომლებიც ნიკა მელიასთან ერთად იყვნენ სწორედ იმ დროს, როდესაც გაიტაცეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, აი ამ დრომდე არ ეძლევათ შესაძლებლობა ნიკა მელიას ადვოკატებს, რომ შევიდნენ, ჩვენ დაახლოებით მესამე საათია უკვე აქ ვიმყოფებით და 3 საათის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში არიან აქ გადასული, ყველანი ელოდებიან ნიკა მელიას ნახვას, ბუნებრივია მისი მონათხრობით საინტერესოა და აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომლის შესახებაც მინდა რომ მაყურებელს მოვუყვეთ, ლაშა გოგნიაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ხელმძღვანელობდა დღეს ნიკა მელიას დაკავებას და აქ გვიყვებიან თვითმხილველები, რომ გოგნიაშვილი ხაზზე იყო, მათთვის ბუნებრივია უცნობ ადამიანთან და ტელეფონით ის მუდმივად ეუბნებოდა, რომ აი ობიექტი უკვე მასთან ერთად იყო, რომ ოპერაცია ხუთიანზე ტარდებოდა, ნიკა მელიას აყვანის და საინტერესოა ვისთან ჰქონდა ლაშა გოგნიაშვილს კონტაქტი, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. მე ახლა დავიწყებ აქ მყოფ ადამიანებთან საუბარს, ჩვენ სტუმრებს გავესაუბრებით. ანი პირველ რიგში თქვენ მინდა რომ გკითხოთ, რას გეუბნებათ რეჟიმი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღეს ნიკა მელიასთან დაკავშირებით მის გატაცებას გულისხმობ. დიახ, ეს ნამდვილად იყო გატაცება და არა დაკავება. რეჟიმმა ვერ მოითმინა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ მისულიყო იქ, სადაც დახვდებოდა ნიკა მელია და ჩაატარა სპეცოპერაცია ჩასაფრებით, სადაც ძალიან ისეთი ბრუტალური მეთოდებით შეიძლება ითქვას, სადაც კამერები ამოგლიჯეს მანქანებიდან იმისთვის, რომ არ დაფიქსირებულიყო ნიკა მელიას გატაცების ფაქტი, ჩაატარეს ასე სპეცოპერაცია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც არ ეთანამშრომლები რეჟიმს, როდესაც ხარ აი ესეთი თანმიმდევრული, მაშინ ავლენ სწორედ მორალურ უპირატესობას და ამ შემთხვევაში ნიკა მელიას აქვს აი ეს მორალური უპირატესობა აქვს ჩვენს კოალიციას, რომელიც დღეს ამ წუთას კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე გუშინ იყო და აი ამ შემთხვევაში ავლენენ სწორედ ისინი თავიანთ სისუსტეს, რომელსაც ავლენენ აი ასეთ მეთოდებში, როგორც დღეს ჩვენ ვიხილეთ ნიკა მელიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. კოალიცია ცვლილებისთვის უკვე მეორე ლიდერი არის დაკავებული. ქალბატონ ნანა, პირდაპირ ეთერში ვართ. რას გვეტყვით აი იმ ყველაფერზე, რასაც ისმენთ აქ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით? რეჟიმი რას გეუბნებათ ამ გადაწყვეტილებას? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ რეჟიმის სისუსტე გვაქვს სახეზე, იმიტომ რომ აი ამ დაუმორჩილებლობას, აი ამ სიმტკიცეს, აი ამ ყველაფერს ერთ-ერთ ცოტა ვღელავ. რა თქმა უნდა, რეჟიმი აჩენს თავის სისუსტეს ამით, იმიტომ რომ ცხადია ჩვენ ვიცით ის ფაქტი, რომ დღეს ფორმალურად 12 საათამდე ჰქონდა მას ვადა გადახდის, აი ამ გირაოს გადახდის, მაგრამ ვერ მოითმინეს და ეს ყველაფერი სახეზე არის ის, რომ რეჟიმი ნამდვილად სუსტია და ეს უკომპრომისობის ეშინია. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ირგვლივ აი ამ კომპრომისობის უამრავ მაგალითს და დღეს 19 წლის ჯიქიას წერილი წავიკითხე, სადაც ის საუბრობს ზუსტად აი ამ უკომპრომისობაზე, რომ ბრძოლა უნდა მივყვანოთ ბოლომდე. ნიკა გუშინდელი ინტერვიუებიდან გუშინ მეც შევხვდი მას, ცხადი არის მხნედ და არის ბრძოლის ხასიათზე და ბოლომდე მივყვანთ ამ ბრძოლას. მადლობა ქალბატონ ნანა მალაშხიას უსმენთ პირდაპირ ეთერში და ახლა როგორც მე მატყობინებენ ნიკა
ნიკა გვარამია და გიორგი კონდახაშვილი შედიან მის ეს შესაძლებლობა ნიკა გვარამია მოინახულებს ნიკა მელიას ასევე გიორგი კონდახაშვილი და უფრო მეც გავიგებთ თითქმის 3 საათიანი ლოდინის შემდეგ მათ მიეცემათ შესაძლებლობა რომ ნახონ ნიკა მელია გაიგონ უფრო მეტი იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რომელსაც ხელი გელაძე მოაწერა არევაძესაც ხედა მარიკა არევაძესაც ხედა ისიც შედის 3 ადვოკატი უბრალოდ 4 ადვოკატი შედის ნიკა მელიას სანახავად დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ელოდნენ ისინი რომ მიეცემოდათ შესაძლებლობა მელიას მონახულობის სხვათა შორის აი აქ ამ დაწესებულებასთან რამდენიმე წუთის წინაც კი ეუბნებოდნენ ადვოკატებს რომ არ ყავდათ ნიკა მელია სავარაუდოდ იმის გამო რომ აქ შეკრებილი ადამიანები წასულიყვნენ დაშლილი იყვნენ არ დალოდებოდნენ თუმცა აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ამ დრომდე მოსული და ელოდება სწორედ ადვოკატების შესვლას და შემდეგ გამოსვლას რომ მათი პოზიცია გამოიტანონ აქ რა თქმა უნდა ყველა საუბრობს რომ ნიკა მელია მისი პრინციპული გადაწყვეტილების გამო ისჯება იმ გადაწყვეტილების გამო რომელიც მან მიიღო პირველ რიგში მაშინ როდესაც არ მივიდა თიაწულუკიანის რუსულ კომისიაზე მის შემდეგ სასამართლო მას შეუფარდა გირაო სისხლის სამართლის დამნაშავედ მიიჩნია პროკურატურამ შეუფარდეს გირაო 50000 ლარი გირაოს გადახდაზე მელიამ პირველივე დღეს შეიძლება ითქვას რომ უარი თქვა გირაო არ გადაიხადა დღეს 12 საათზე ეწურება ვადა გირაოს გადახდის აი სწორედ 9 საათში ეწურება რა ნიკა რატომ არ შეგიშვეს რა გითხრეს ჯერ არა ჯერჯერობით შეყვანილი უცბად გეტყვით თულა გავაცნობიეროთ რომ სანამ ადვოკატები მელიასთან არ შევლენ მისი მოტაცების ოპერაცია დასრულებული არ არის სახელმწიფოს მიერ ეს უნდა გავაცნობიეროთ მადლობა ნიკა გვარამიას ძალიან გთხოვთ შესაბამის უწყებას რომ ნუ მალავთ დაკავებულ პიროვნებას და მიეცით შესაძლებლობა ადვოკატს რომ შეხვდეს დაცვის ქვეშ ყოფს დაუყოვნებლივ ძალიან გთხოვთ ვისაც ეს ეხება იმიტომ რომ არავინ პასუხს არ გცემს ასეთი უწყებიდან შესაბამისად გთხოვთ მოგვეცეთ შესაძლებლობა რომ შეხვდეთ ჩვენს დაცვის ქვეშ ყოფს მადლობა მადლობა გიორგის აი თქვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში ადევნებდი თვალს უთხრეს რომ შეუშვებდნენ ადვოკატებს და ის ადვოკატები გამოუშვეს და ისე უთხრეს რომ ცოტა ხანი მათ ისევ არ ექნებოდა შესაძლებლობა მელია მოინახულებინათ მე ვამბობდი რომ 12 საათზე ეწურება ზუსტად 9 საათში გირაოს გადახდის ვადა ნიკა მელიას და წინსწრებად დააკავეს გაიტაცეს როგორც აქ მყოფი ადამიანები ამბობენ დიმა ბიძინაშვილს ხედავ ახლა და მე მასაც გავესაუბრებ დიმა რას გვეტყვი დღევანდელ დღეზე ნიკასთან იყავით დღეს მთელი დღის განმავლობაში როგორც ვიცით ის არაპირებდა გუშინ მისულიყო სასამართლოში და უпросто ხვალ დაგეგმულ სასამართლო პროცესზე არაპირებდა მისვლას როგორ შეაფასებ ამ პროცესს დღეს რაც მოხდა ეს არც კანონის ფარგლებში ჩდება არაფერში არ ჩდება აბსოლუტურად შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცევა აი 90-იანების ბანდფორმირებები რო იყვნენ შეიარაღებულები და რომ აკეთებდნენ იმას რაც სურდათ არავითარი კანონი და არავითარი სამართალი იმას რაც დღეს ვნახეთ ნიკა მელიას გატაცების დროს არ ქონია ნიკა მელიას ქონდა განძრახული რომ არ უნდა მისულიყო სასამართლო პროცესი და მან კარგად ახსნა რომ იმ პროცესზე არავითარი სამართალი არავითარი სასამართლო არ არსებობს და პლუს ამას ადამიანებს არ უშვებენ სასამართლო პროცესზე და ექცევიან ისე როგორც ექცევიან და ჩვენ ეს ვნახეთ მას სრულად ქონდა გააზრებული ამ ბრძოლაში ის ნაბიჯები რომელიც დგამდა და ის ელოდა ამ დაკავებასაც და ხშირად საუბრობდით ამ დღეების განმავლობაში და მას სურდა რომ მისი თანამებრძოლები არ მოხვედრილიყვნენ ისეთ სიტუაციაში რომ შეიძლება რომელიმე მათგანი დაკავებული ყოფილიყო ამიტომ ის სრულად შემატკივრად არ უნდა და რომ მოსულიყვნენ ადამიანები რომ ვინმე არ დაეკავებინა დიახ რა თქმა უნდა ანუ ის ფიქრობდა რომ მის დაკავების მომენტში შეიძლება ისეთი ფონი შექმნილიყო რომ ვინმეს ზედმეტი ემოცია გამოიხატა და მის გამო სხვა დაეკავებინა და ამაზეც ფიქრობდა და იძახდა რომ მას არ სურდა მსგავსი სცენარი. ამიტომ ის რომ დღეს ნიკა მელია არის დაკავებული ნიშნავს იმას რომ
ქართულ ოცნებამ კი არ გამოასხივა ძალა პირიქით ქართულ ოცნებამ დაგვანახა რომ მას ეშინია კონკრეტული ადამიანების გადადგმული პრინციპული ნაბიჯების და ნიკა მელიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იარა პრინციპული ნაბიჯებით მას ჰქონდა გააზრებული და გათვლილი თითოეული ნაბიჯი ამ პროცესისთვის რომ ეს პროცესი დასრულებულიყო ქართული ხალხის გამარჯვებით პარლამენტის მანდატის დატოვება უარის თქმა დაფინანსებაზე თია წულუკიანის კომისიაზე რომელიც არაკონსტიტუციური არის არ მისვლა მათ შორის გირაოს არ გადახდა და ეს პრინციპული ბრძოლა და სისტემასთან არ თანამშრომლობა მას ჰქონდა განძრახული და ამისთვის ის ყველაფერს აკეთებდა და სწორედ აქედან გამომდინარე არის დღევანდელი დღეც უმტყუნა ქართულ ოცნებას ნერვებმა და მათმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს დაემსგავს ამ მხედრიონს და არაფორმალურ ბანდფორმირებას გააკეთა ის რაც გააკეთა და გაიტაცა ნიკა მელია სამართალთან არავითარ კავშირში არ არის და თქვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს რომ ამ ქვეყანაში არც სასამართლო არც პროკურატურა არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არსებობს ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ორგანიზმი რომელიც ემორჩილება ერთ ადამიანს და მათი გადაწყვეტილებით იღებს და დგამს იმ ნაბიჯებს რასაც დგამს დღეს რაც ვნახეთ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას რომ ქართულ ოცნება აშორებს ამ ქვეყანას დასავლეთს და უსპობს ჩვენს ცივილიზაციურ მომავალს და იმას რომ ჩვენი ევროპული მომავალი არის დღეს საფრთხეში და ეროვნული ინტერესები. ძალიან დიდი მადლობა დიმა ბიძიაშვილს მე როგორც მეუბნებიან ანზორ მელია მოვიდა ნიკა მელიას მამა და ჩვენ ახლა ვეცდებით რომ მას გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში საინტერესოა რას გვეტყვის ბატონი ანზორი მოგესალმებით ბატონო ანზორი პირდაპირ ეთერში ვართ და გვინდა რომ მოვისმინოთ თქვენი პოზიცია აი ამ ვითარებაში ასეთი ფორმით ნიკა მელიას გატაცებაზე რას გვეტყვით თქვენთვის ახალი კი არ არის ნიკას დაჭერა უკვე მიეჩვიეთ რომ ხშირად აკავებს ქართული ოცნება თუმცა აი ამ ფორმით გატაცებაზე რა ნიკას პლუსი ყველაფერთან ერთად ის არის რომ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის ფაქტიურად ველოდი დაჭერას და მით უმეტეს როდესაც კაცი დინების წინააღმდეგ მიდის იმას ყოველთვის წინააღმდეგობა ექნება მაგრამ ეხლა ამ სიტუაციაში როდესაც კაცი მიდიოდა გადაცემაზე და დაესიენ თავს და გაიტაცეს ეს არ არის დაპატიმრება ეს არის გატაცება ჯერ კიდევ 12 საათი არ არის გასული მერე და არა არამოწურულა თანაც ხვალ იყო სასამართლო პროცესი დანიშნული მართალია ნიკა ამბობდა რომ მე არ მივალ სასამართლო პროცესზე მაგრამ დაველოდები იქ სადაც მაგათ გავავრთხილებ რა საჭირო იყო მაგრამ ძალა უნდა აჩვენონ ძალას კი არა სისუსტეს აჩვენებენ ესენი ასე არ შეიძლება ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავეს სამართლო იყო ხალხს როგორ მოექცნენ და ნიკამ ეს რომ ნახა თქვა რომ მე არ მივალ და ხალხს არ გავაწვალებ რა უნდათ მითხარით რა გითხრათ ნიკამ დაკავებამდე არ უთხარით აი რატო არ გადაიხადა გირავ ისა რას ფიქრობთ თქვენ უნდა გადაეხადა ეს გირავ ეხლა ამდენი წლის ექიმი ვარ და არ გამიჭირდებოდა მე ნიკასთვის გირავს გადახდა მაგრამ სასტიკად ამიგრძალა და არც მე ვაკადრე ნიკას რომ ნიკა დათმე თუ პოლიტიკოსია და იტყვის სიტყვას ის ბოლომდე უნდა შეასრულოს და ნიკა ასეთი არის რა ვიცი ნახოთ ნერვიულობთ ახლა მაინც ნერვიულობთ ალბათ ბუნებრივია თქვენ შულს ცოტა ხანი მაინც მინიმუმ მოუწევს ალბათ ეხლა ბემზა მოვიდა ქალიშვილი და უნდა წავსულიყავით ყველანი ნიკასთან ხოჩტარიაზე და უკვე გამოვდიოდი და ეკამიშველაძე ნიკა დაიჭირესო და სახტად დავჭირ გამოსამშვიდებლად მოვდიოდით ხოჩტარიაზე რომ გადამეკოცნა გამემხნევებინა რაღაც ის არის და ეს სასაულია რაც გააკეთეს ბავშვი შემეცოდა ძალიან რა სანდრო რა თქვა სანდრო
სანდრო მაგარი კი მარა ხვალ უნდა დაეჭირათო და დღეს რატომ დაეჭირეს მადლობა ძალიან დიდი მადლობა ხნეობას გისურვებთ ჩვენ გავაგზავნებთ ახლა აქ ყოფ ადამიანებთან საუბარს აი ბატონ დავით პირდაპირ ეთერში ვართ ყოფილი მოსამართლე ბრძანდებით მაინტერესებს ასეთი რამ გაგიგიათ წინწრებად ადამიანის დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილება ხვა უნდა გახდეს ცნობილი აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდშია ხდება მსგავსი არც გამიგია არც როგორ გაგვიგია რუსეთში ამ მსგავს ქვეყნებში საქართველოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება აი ბოლო პერიოდში რა გითხრათ ამას არც სამართალთან დიდი ხანია საერთო არაფერი აქვს არც კანონიერებასთან აი დაკავების უბრალოდ გატაცების შემდეგაც აი 3 საათია თითქმის აქ გავართ და ადვოკატებს არ უშვებენ ესეც კანონდარღვევაა თავისთავად 2 საათში ვალდებულება აქვს აცნობონ ოჯახის წევრს ან ნებისმიერ პირს ვისაც დაასახელებს დაკავების ადგილიც და შეატყობინონ საფუძველიც კანონდარღვევაზეა ამათ არც კოდექსი აღარ არსებობს და არც სამართალი მადლობა ძალიან დიდი მადლობა დავით ჟავანაძეს გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში დავით ამ ფორმით ნიკა მელიას გატაცებით რას გეუბნებათ რეჟიმს ეს არის ოცნების შიშის მანიფესტაცია მათ იციან რომ არ აქვს მორალური უპირატესობა იციან რომ ნიკა მელიას და ყველა ამ ლიდერს ვინც დააკავეს და უპირებენ დაკავებას აქვს სახალხო მხარდაჭერა და ცდილობენ რომ აი რაღაცა ტურასავით ჩასაფრებით გაიტაცონ გააქრონ და ამით თითქოს დააზიანონ კოალიცია დააზიანონ წინამდებობის მოძრაობა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ამისთვის მზად ვიყავით ყველა უპირველესად ნიკა მელია მთელი კოალიცია ვაგზელეთ ბრძოლას კიდევ უფრო შეუპოროთ კიდევ უფრო მაღალი მოტივაციით და ვარწმუნებ ყველას რომ ეს ისევე დასრულდება ქართული ოცნებისთვის როგორც ნიკას წინა დაკავება დასრულდა როდესაც მოუციათ უდიდეს დათმობებზე წასვლა როდესაც მოუციათ ხალხის ნებაზე დამორჩილება და როდესაც ჩამოშლის პირას იყვნენ ოღონდ ამჯერად ჩამოიშლებიან დარწმუნებით ვიცით ძალიან დიდი მადლობა დავით ჟავანაძის თინა ბოკუჩავა მოვიდა აქ ნიკას მხარდასაჭერად მასაც გავესაუბრები თინა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს ვადევნებ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ისინი დიპლომატებს აკრიტიკებენ იმის გამო რომ ნიკას რატომ არ აიძულებთ რომ გადაიხადოს გირაო და როგორც ჩანს პრობლემა იყო მათთვის ნიკა მელიას დაკავება განსაკუთრებით იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირა სამთავრობო მედია მუდმივად ყოველდღიურად აშუქებს რატომ არ რეაგირებს დიპლომატიური კორპუსი ნიკას გადაწყვეტილებაზე რას გვეტყვით თქვენ რას ფიქრობთ როგორი გამოხმაურება მოყვება დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ნიკასზე ხელბურკილების დადებას მის გატაცებას არა ნუ ფაქტია რომ რაღაც წნეხი ასე ვთქვათ უნდათ რომ ყოფილიყო ნიკაზე იმ თვალსაზრისით რომ მანაც ისევე როგორც ზურა ჯაფარიძემ მიიღო ძალიან გამბედავი პრინციპული და უკომპრომისო გადაწყვეტილება რომ არ გადაეხადა ივანიშვილის ხარკი ამ ეგრეთ წოდებული გირაოს სახით და მზად იყო მათ შორის ასეთი უსამართლო პატიმრობისთვის, ტყვეობისთვისაც კი და რა თქმა უნდა ივანიშვილს სურდა რომ ასე ვთქვათ გაეტეხა ნიკა მელია, აი ამას ისახავდა მიზნად ეს მთელი კამპანია ვითომ მოწოდების რომ გადაეხადა ივანიშვილის ხარკი, გირაოს წოდებული. ძალიან დასაფასებელია ნიკას ასეთი თავგანწირვა და პრინციპულობა, თუმცა ჩემი აზრით მისი ამგვარი გატაცება კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელი უნდა გახდეს პოლიტიკური დემოკრატიული ძალებისთვის. ეს თქვი ასევე ზურა ჯაფარიძის დაკავების დროს. სავარაუდოდ ჩვენ ყველა რიგში ვართ. ივანიშვილი, რომელიც მშვიდობას პირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს, გამოაცხადა ომი. ეს არის ივანიშვილის მშვიდობა. ივანიშვილის მშვიდობა და სამართლიანობა არის, როდესაც პოლიტიკური შეხედულების გამო უდანაშაულო ადამიანებს ქუჩებში იტაცებენ. ივანიშვილის სამართალი და მშვიდობა არის, როდესაც სამიშვილის მამას და ავადმყოფი დედის შვილს უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში, ვითომ წინა ხელისუფლების შემსწავლელი კომისიის ეგიდით და სინამდვილეში ღალატის კომისიით განკარგულებით აკავებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ეს არის მშვიდობა და ეს არის სამართალი, როდესაც
ადამიანებს საზღვარგარეთ იტაცებენ და თავზე ტომარა დამხობილი მოყავთ საქართველოში, იმიტომ რომ ივანიშვილმა მათთან ფული ვერ გაიყო, აქ ბაჩიაშვილს გულისხმობ, ხო? თითოეული ჩვენგანი ხვალ და ზეგ შეიძლება აღმოჩნდეს ასე ივანიშვილის ტყვეობაში. ეს არის ივანიშვილის ფსევდო მშვიდობა, ეს არის ივანიშვილის ფსევდო სამართლიანობა სინამდვილეში. სრულიად ნათელია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ ეს არც მშვიდობაა, არც სამართალი არ არის, ეს არის კონსოლიდირებული დიქტატურა და რომ ასეთ პირობებში ჩვენს ქვეყანას არამც თუ ევროპული მომავლის შანსი არ აქვს, საერთოდ არანაირი მომავლის შანსი არ აქვს და ერთადერთი გზა, რომ ეს შევცვალოთ და ეს უნდა გავიაზროთ, არის ერთიანობა. ერთადერთი რეალური გზა, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ, ეს ეროვნული სირცხვილი კოცობის სახით ჩამოვირეცხოთ, არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ამაზე მინდა წინააღმდეგობის პლატფორმამ გავრცელა ცოტა ხნის წინ განცხადება და ნათქვამი არის, რომ აი თუ ვიმეს აქვს კითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს რეჟიმთან, პასუხი არის ნათელი და მათ შეაფასეს რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტად ნიკა მელიას დაკავება. კი და მათ შორის უკვე ამ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში და სინამდვილეში მორიგ სპეცოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამაში მონაწილეობაც უკვე რეჟიმთან თანამშრომლობაა და ასე უნდა განვიხილოთ, როდესაც ერთი კოალიციის ორი ლიდერი უკვე დაკავებულია, მესამე რიგში დგას, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარე, მთავარი ელექტორალური ძალა, პრეზიდენტი სააკაშვილი მეოთხე წელია პოლიტიკურ ტყვეობაშია, როგორ შეიძლება საერთოდ რა მორალით საუბრობს, მაგალითად გახარია ასეთ სპეცოპერაციაში შესვლაზე, ხო ნათელია რომ მონაწილე ხდება იმ უკანონობის და უსამართლობის, რასაც ყოველდღიურად ხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. დიდი მადლობა, ბუნებრივი ალბათ პოლიტიკური ლიდერების დაკავების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა დადგება. მაია კოპალეიშვილს გავესაუბრები ახლა მე პირდაპირ ეთერში. ქალბატონო მაია, პირდაპირ ეთერში ვართ და რამდენიმე წუთით გთხოვთ რომ დაგვითმოთ თქვენი დრო. იცით რა მინდა გითხოთ? თქვენს პრაქტიკაში თუ გახსენდებათ აი ასეთი რამ, რასაც ვუყურებთ დღეს, წინსწრებად დაკავება ადამიანის. არა, რა თქმა უნდა, რამე თუ თვითონ ქართულმა ოცნებამაც შესანიშნავად იცის, რომ ეს არის უკანონო დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. მათ მოუწყვეს ნიკამელიას სპეციალური ჩასაფრება, როგორ ჩანს დაყვებოდნენ. ნიკამელია ალბათ უკვე იცის საზოგადოებამ, რომ მიდიოდა პოდკასტის ჩასაწერად, სრულიად გააზრებულად და კარგად ვიცით, რომ 12 საათამდე მას ჯერ კიდევ ჰქონდა ვთქვათ რაღაცა კონკრეტულ ვადაში იყო, ანუ არანაირი დიახ, რა თქმა უნდა, აი მაგას ვამბობ, სწორედ რომ არანაირი ლეგალური საფუძველი დაკავების, მიუხედავად იმისა, რომ ნიკამელიას განცხადებული ჰქონდა, რომ გადახდას არაპირებდა და ვთქვათ, ხვალ რომ არაპირებდა სასამართლო პროცესზე მისვლას, დღეს არანაირი ლეგალური საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავების. თუ მაინც და მაინც მათ შეეძლოთ, თუ კი ვთქვათ, ნიკამელია თავისი ფეხით არ მივიდოდა თუნდაც ამ იზოლატორში, ხო არც ეს არ არის გამორიცხული, მათ შეეძლოთ, რომ ხვალ სასამართლო პროცესის შემდეგ, როდესაც თუ კი სასამართლო მიიღებდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილებას, მერე მიიღოთ გადაწყვეტილება და აი მერე იქნებოდა უკვე სამართლებრივი საფუძვლებით. დღეს მათ ჩაიდინეს უკანონობა, ანუ მათ დღეს ჩაიდინეს და ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნების ასე ვთქვათ რუსულმა რეჟიმმა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, მათ სწორედ ისე მოიქცნენ, როგორც იქცევა რეჟიმი. როგორც იქცეოდა რეჟიმი მაგალითად იანუკოვიჩის დროს, როგორც იქცევა რეჟიმი ბელორუსში, რუსეთში, ეს არის ქართული ოცნების რუსული რეჟიმი. მადლობა, მაია კოპალეიშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში, სხვათა შორის სამართალმცოდნეები ამბობენ, რომ ხანდაზმულობის ვადა არ აქვს სამოხელეო დანაშაულს და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სპეცოპერაციაში იყო ჩართული, ყველამ დაარღვია კანონი და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხი
იფხიზგება მსგავსი კანონდარღვევებთან მსგავს კანონდარღვევაზე. აქვე აუცილებლად უნდა გავახსენოთ მაყურებელს გიგი უგულავას შემთხვევა, როდესაც პატიმრობა შეუფარდა მას სასამართლომ, გააფრთხილეს და უთხრეს, რომ უნდა გამოცხადებულიყო, თავად მისულიყო, რადგან მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ამის პრაქტიკა არსებობს. შეეძლოთ ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც იგივე გაეკეთებინათ, თუმცა ის მათ არ გააკეთეს. გიგა მემონჭავას გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში, ის მოვიდათ სულ ცოტა ხნის წინ. გიგა, ბევრი ისაუბრეს აქ რა მოხდა, როგორ უკანონოდ გაიტაცეს ნიკა მელია. თქვენი კოალიციის მეორე ლიდერი უკვე არის დაპატიმრებული, შეიძლება ითქვას, რეჟიმი რას გეუბნებათ ამ გადაწყვეტილებით? მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას დაკავება ამ ფორმით, როგორც დააკავეს, არის манифеסטי შიშისა, რომელსაც განიცდის რეჟიმი. მეტი ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. სამართლებრივ ნაწილზე არ ვილაპარაკებ საერთოდ, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს სამართლებრივ ნაწილზე ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა ხელისუფლება სინამდვილეში, რომელმაც ნიკა მელია, რომელსაც ხვალ ჰქონდა პროცესი, დღეს დააკავა ადმინისტრაციული ბრალდებით, რომელიც აი აბსოლუტურად წარმოუდგენელი არის. ერთადერთი რაც მეტყოლებს, ეს არის შიში, რომელსაც განიცდის პირადად ივანიშვილი და ზოგადად რუსული რეჟიმი. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ძალიან კაფიოთ, რომ რამდენი ლიდერიც არ უნდა დააკავონ ჩვენი კოალიციის, ეს ბრძოლა არათუ გაჩერდება, არამედ იქნება ბევრად უფრო აქტიური, ბევრად უფრო მასშტაბური, ბევრად უფრო მწვავე, ვისაც დააზიანებს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ეს არის თავად ივანიშვილი და რუსული რეჟიმი, სხვა არავინ ამით არ დაზიანდება. დღეს საქართველოში ქვეყნის შიგნით მოქალაქეებმა ბევრად უფრო კარგად იციან, რას წარმოადგენს რუსული რეჟიმი და როგორ ეშინია მას დასავლური ძალების, ყველამ ქვეყნის გარეთ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გაცილებით უკეთესად იციან ნიკას დაკავების მერე რა ბოროტ მოქმედებას წარმოადგენს სინამდვილეში ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ამიტომ ის განცხადება ვნახეთ. არაერთი სანქციებია გამოსავალი წერდა რომ ოპოზიციის თავარი ლიდერი იყო დაკავებული და ქართული ოცნების ნაბიჯოს ბუნებრივი არის. სანქციები დაჩქარდება, რა თქმა უნდა, ზურა ჯაფარიძის დაკავება, ნიკა მელიას დაკავება და ზოგადად ეს როგორც იქცევა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის 100%-იანი დასტური იმის, რომ საერთაშორისო სანქციები ბევრად უფრო დაჩქარდება და ბევრად უფრო გამწვავდება. ასევე პროტესტი იქნება ქვეყნის შიგნით ბევრად უფრო მწვავე ვიდრე არის ეხლა. ამიტომ ვისაც უნდა ეშინოდეს ამ ყველაფრის, მათ შორის ნიკა მელიას დაკავების, არის არა პროდასავლური კლასი ამ ქვეყნისა, არა მხოლოდ პოლიტიკური, საზოგადოებრივი, არამედ უპირველესად ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. მადლობა, ძალიან დიდი გიგა ლემონჯავას, გიორგი ბუტიკაშვილთან გავაგზავნებთ საუბარს. გიორგი, თან მაყურებელს მივაწოდებ ინფორმაციას, რომ ადვოკატებს აძლევენ შესაძლებლობას შესulis, მე მგონი გიორგი კონდაყაშვილს დახმარება ჭირდება და ვინმე უნდა შეაკითხოს. მიცემენ რამდენიმე წამში შესაძლებლობას ადვოკატებს, აი ახლა გადიან შემოწმებას და მათ მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ ნიკა მელია და გამოსვლის შემდეგ ბუნებრივია საინტერესო იქნება მათი განცხადებები. ამ ესაფაში ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი გიორგი ბუტიკაშვილთან. გიორგი, საუბრობდით საერთაშორისო გამოხმაურებებზე, ჯო ვილსონის განცხადება ვნახეთ, დარწმუნებული ვარ თქვენ გაეცანით და ალბათ ხვალდილიდან განცხადებებზე ნახავთ. რას ფიქრობთ, რა მესიჯი არის ჩვენი პარტნიორებისთვის ნიკა მელიას გატაცება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს? ხო, პირველ ეს იყო გატაცება, არ მოიცადეს, ვერ მოიცადეს ხვალინდელ დღემდე, ვინაიდან მათ იცოდნენ, რომ ხვალ ბევრ ხალხში ოფისიდან მისი გაყვანა არ უნდათ. ეს ცხადია არის გატაცება, 100 ადამიანს დაესწრა პოლიციელი სპეცრაზმელი, ვინ იყო არც ვიცით ხო რეალურად და გაიტაცებენ. წარმოუდგენელია, ანუ აღარ გვაქვს ჩვენ დემოკრატიის საუბარი, გვაქვს დიქტატურას დამყარების პროცესზე უკვე საუბარი. ამიტომ ჩვენ დასავლელი პარტნიორობის რეაქციები იყო შესაბამისი და კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ ივანიშვილმა ჩიხში შეიყვანა თავად საკუთარი თავი და საკუთარივე ხალხი, ვინც მის გვერდით დგას. სანქციები აქამდე თუ მოდიოდა ნელი რეჟიმით, ეს ყველაფერი დაჩქარდება და ჩვენ ამას ხვალ ვერ ვნახავთ. იმიტომ რომ განცხადებები, რომელიც გააკეთა უკვე მათ შორის რასამაც გააკეთა განცხადება, მიკელსონმა გააკეთა, ვილსონმა გააკეთა, ანუ ევროპარლამენტის წევრებმაც გააკეთეს განცხადებები და შესაბამისად ჩვენ ვნახავთ, რომ ევროკავშირი ამას უკვე ვეღარ მოითმევს, იმიტომ რომ ევროკავშირს ევროპას იქნება საფრთხე იმ პროცესებში, რა პროცესებში საქართველოს აღმოჩნდა, საქართველოს არ არის გეოპოლიტიკაში მარტო ევროპის ნაწილი არის და ევროპისთვის მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინა იყოს უსაფრთხოდ, ისე უნდა იყოს საქართველოს. ამიტომ ივანიშვილის რეჟიმს არ შერჩება არც ერთი წვეთი დიქტატურა, რომელსაც ის ცდილობს დაამყაროს. ძალიან დიდი მადლობა. ნიკო, ვაჩვენოთ ხო პარალელურად კადრი ადვოკატების და თან ნინო გოგინაშვილს თხოვ, რომ ჩვენთან გადმოინაცვლოს, მასაც გავესაუბრებით, მინდა რომ მისი პოზიციას მოვასმენინოთ მაყურებელს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ ჩვენი პარტნიორებისთვის ეს დამატებით ახალი გზავნილი არის ქართული ოცნების
ხელისუფლების მხრიდან რეჟიმის, რომელიც ყველა ოპონენტს იშორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მათთვის კომფორტული არ არის. თქვენი აზრით, როგორ იქნება გამოხმაურებები და რეჟიმი წნეხში მოექცევა თუ არა ჩვენი პარტნიორებს? რეჟიმი უკვე წნეხში არის მოქცეული, ის რაც დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, უბრალოდ ვერ ვიხილეთ, იმიტომ რომ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცოცხალი მოწმე და კადრი არ არსებულიყო იმ მოვლენების და იმ ქუჩიდან გატაცების ადამიანის, პოლიტიკოსის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ასეთ ადამიანს ქუჩიდან იტაცებს რეჟიმი, ზუსტად იმ კონტექსტში, რომ მას არ ჭირდება არც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელიც მას ებრძვის, ეჟებს ებრძვის და იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. თუმცა ნიშანდობლივი აქ ის არის, რომ ესეთი ადამიანების რიცხვი არ არის სასრული. დღეს დაჭერილი და ქუჩიდან გატაცებული ნიკა მელია არ არის უკანასკნელი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, ხომ? ესეთი ქცევით რეჟიმი აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მას ეშინია საკუთარი აბსურდული, ეგრეთ წოდებული პროცესის მსვლელობისას სასამართლო დარბაზში იხილოს ღირსეული მოქალაქე ნიკა მელია, რომელიც დაარქმევს რეჟიმს კიდევ ერთხელ ზუსტად იმ სახელს, რა სახელსაც ის იმსახურებს უკვე მრავალი წელია და განსაკუთრებით გასული წლის 26 ოქტომბრის შემდგომ. ეს არის რუსული ოლიგარქიული კრიმინალი ბიზინა ივანიშვილის მარიონეტული მეორადი რეჟიმი. ეს არ არის, ავთენტური რეჟიმიც კი არ არის, ეს არის რუსეთში დანერგილი, პუტინის მიერ წლების განმავლობაში გატარებული და შემდეგ უკვე პუტინის ხელისბიჭი ბიზინა ივანიშვილის მხრიდან საქართველოში გატარებული რეჟიმი. ძალიან დიდი მადლობა ნინი გოგინაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, ხედავთ რომ აქ კვლავ ნიკა მელიას მხარდამჭერები რჩებიან, ისინი ყველანი ელოდებიან რომ ადვოკატები შევლენ, მოიტანენ ნიკას პირველ გზავნილებს, სწორედ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სავარაუდოდ და ვივარაუდოთ, რომ ხვალ დილით ნიკა მელიას გადაიყვანენ სასამართლოში, წესით ადმინისტრაციული წესით, როდესაც ადამიანი არის დაკავებული 48 საათის განმავლობაში ამყოფებენ ხოლმე მას იზოლატორში, მერე მიყავთ სასამართლოში, იმისთვის რომ სახთელთან დაკავშირებით სასამართლო მიმსჯელოს. ნიკას პროცესი ხვალ 2 საათზე არის ჩანიშნული. ნიკას აქვს უფლება რომ უარი თქვა სასამართლო პროცესზე წასვლაზე, მათ შორის ადმინისტრაციული წესით თუ მას გაასამართლებენ და თქვა რომ ხვალ უნდა ჩაუნიშნოს სასამართლო პროცესი, მას შეუძლია რომ უარი თქვას. იძულებით არ აქვს უფლება რომ ადამიანი გადაიყვანონ სასამართლოში. ჩვენ მისი გაცხადებული პოზიცია ვიცოდით, ნიკას არ სურს სასამართლო პროცესს დაესწროს, რადგან ამბობს რომ ეს არის ფარსი და ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა დამატებითი არგუმენტი იყო ის, რომ ზურა ჯაფარიძის დაკავების პროცესში იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოში, ნახა როგორ განვითარდა მოვლენები, პოლიციის ალყაში იყო სასამართლო მოქცეული, განსაკუთრებით სულად ექცეოდნენ აქციის მონაწილეებს, ახალგაზრდებს, ქალებს და ნიკა მელიას პოზიცია მოვისმინეთ ჩვენ სწორედ ამ პროცესის შემდეგ, რომ მას არ სურს რომ შეაწუხოს ადამიანები, რაიმე დაპირისპირება მოხდეს სამართალდამცველებსა და მის გულშემატკივრებს შორის და ვინმე არ დაიჭირონ ამ დაკავების პროცესში. პარალელურად მე ვუყურებ, რომ ისე გარკვეულ პროცედურებს გადიან ადვოკატები, ჯერ არ შესულან, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე მათ შეიყვანენ იზოლატორში და ჩვენ ბუნებრივი აგვრჩებით, ვაგრძელებთ მუშაობას და ადვოკატების გამოსვლის შემდეგ მოგასმენინებთ მათ პოზიციას. ნანუკა, ჩვენ რა თქმა უნდა მოვლენების განვითარების კვალდაკვალ დაგიბრუნდებით შენ. მადლობა ნანუკა ქაჯაიას, რომელიც იმყოფება დიღმის იზოლატორთან და აქვე გეტყვით, რომ კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო ვილსონის სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას უკვე ეხმიანება. ვილსონი წერს, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, ეს ციტატაა მისი განცხადებიდან, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ გამოსავალი სანქციებია. ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ სანქციები გამოსავალია, წერს ვილსონი. როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანი ყველა პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა, ისევე როგორც ეს რუსეთსა და ბელორუსში გაკეთდა. კიდევ ერთ განცხადებას ვკითხულობ, ნიკა მელიას დაპატიმრება სავარაუდოდ უკანასკნელი არ იქნება. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი, თუ დემოკრატიები რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური ამბიციების წინააღმდეგობის გაწევას ისახავენ, მიზნად საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია, წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო
მიხელსონი და ნიკა მელიას დაკავებას იგი ასე ეხმაურება და აქვე კიდევ ერთი განცხადება მინდა წაგიკითხოთ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ახლახანს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს. ერთი კვირის წინ ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში სიტუაცია უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ. ეს არის რასა იუკნევიჩიანეს ევროპარლამენტარის განცხადება ტვიტი მისი. მოკლედ აი ასე ჩვენ რა თქმა უნდა მიუბრუნდებით ასევე თუ კი რაიმე სიახლე გვექნება, ახლა კი გეტყვით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე ვისაუბრებთ დღეს ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლოში ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა გააჟღერა ბრალდება უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის ადამიანის გატაცების შესახებ და თქვა რომ ივანიშვილის ორგანიზებით ის გაიტაცეს ბაჩიაშვილის მიერ მიცემული საჯარო ჩვენება ივანიშვილის სახელს უშუალოდ უკავშირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადამიანის გატაცების ორგანიზებას საერთაშორისო წესრიგის და ყველა სამართლებრივი ნორმის პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელვას საუბარია სახელმწიფო საზღვრებს მიღმა განხორციელებულ სპეცოპერაციაზე გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა იცით თქვენო ბიტკოინის საქმის გამოძებნულად იყო საქართველოსთან გამოცხადებული 29 მაისს სასამართლოში გამოცხადდა და განაცხადა გააკეთა განცხადება ციტატა 24 მაისს უცხოეთში გამიტაცეს 2 დღე თვალებახვეული მატარეს ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე შემდეგ ჩამტენეს თვითფრინავში და ჩამომიყვანეს საქართველოში ეს იყო პირადი დავალება ბიძინა ივანიშვილისგან მისი თქმით არანაირი ინტერპოლის წითელი ცირკულარი არ მოქმედებდა რაც უკვე დადასტურებულია ნამდვილად ოფიციალური არხებით და არანაირი იურიდიული პროცესი არ ყოფილა რომელიც ექსტრადიციის საფუძველს შექმნიდა. ყველაზე შემაწუნებელი დეტალი ალბათ ბაჩიაშვილის ჩვენებიდან ერთ-ერთი ის ფაქტია, რომ მისი თქმით გატაცება განხორციელდა საქართველოს ერთ-ერთი ავიაკომპანიის აირზენას თვითფრინავით. მისი განცხადებით ბომბარდიერ CRJ-200 მოდელის თვითფრინავი დუბაიდან მოფრინავდა გათიშული სანავიგაციო სისტემით და სხვათა შორის ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება იასე ზაუტაშვილი ავიაციის ექსპერტი რომელიც უფრო მეც გვეტყვის ეწინააღმდეგება თუ არა ეს საერთაშორისო ავიაციო უსაფრთხოების რეგულაციებს სისტემები ჩაირთო მხოლოდ მაშინ როცა თვითფრინავი დაეშვა დუბაის აეროპორტში აირზენა ადასტურებს რომ თვითფრინავი ნამდვილად მონაწილეობდა ფრენაში თუმცა აცხადებს რომ იგი კერძო პირის მიერ იქნა დაქირავებული და პასუხისგებლობას პრაქტიკულად იხსნის ამ ეტაპზე არ არის ოფიციალურად ცნობილი ვინ იქირავა თვითფრინავი თუმცა პროკურატურა პასუხის გაცემას თავს არიდებს თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუსი აცხადებს რომ ბაჩიაშვილი მწვანე ზონაში თითქოს დააკავეს სადაც ის გადაადგილდებოდა ტერიტორიაზე რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს შორის მდებარეობს რაც ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით არის მტკნარი სიცრუე და სწორედ აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახიფათო ნაწილიც და დამაფიქრებელი რომ უწყება რომელიც ბრალდებულია დანაშაულში მონაწილეობაში ამავდროულად იძიებს ამ დანაშაულს, ანუ სუსი იძიებს იმ ფაქტს, რომელიც როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ჩვენებიდან ყოველ შემთხვევაში თავად განახორციელა. ბაჩიაშვილის განცხადებით ის თხოვს მოსამართლეს განახორციელოს კანონით დადგენილი ვალდებულება სისხლის სამართლის დანაშაულზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა პროკურატურა პასუხისგებლობას პროკურატურას ისევ გადააქვს სუსე. სასამართლო პროცესი დღეს დახურულ სივრცეში ჩატარდა, დამსწრეებს დარბაზში არ უშვებდნენ პრაქტიკულად საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსაც კი უარი ეთქვათ, რომ რაღაცნაირად მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში, მოსამართლებმა აირჩიეს დარბაზი, სადაც საქმის განხილვის მოსმენა ფაქტობრივად შეუძლებელი, ანუ ის გააკეთეს, რასაც ჩვენ უკვე ბანალურად ყოველ სასამართლო პროცესზე ვადევნებთ თვალყურს. ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი უკვე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის გატაცება და იძულებითი დაბრუნება არღვევს საერთაშორისო სამართალს და მის წინააღმდეგ რისკებს რეალურად
ქმნის გატაცება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფოს დაკვეთით, რომელიც არც ექსტრადიცია და არც დაკავება. ეს არის პირდაპირ საერთაშორისო დანაშაული და ეს დანაშაული ბაჩიაშვილის სიტყვებით მოხდა ივანიშვილის დავალებით, აცხადებს იურისტი ლევან მახარაშვილი და ამ ფონზე იცმის უამრავი კითხვა, ვინ გასცა განკარგულება აირზენას თვითმფრინავის გამოსაყენებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კითხვაზე დღეს პასუხი არ გვექნება, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები. მე ვფიქრობ, ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი და მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ანდროს, რომ იმყოფება ჩვენთან სტუდიაში, იასე ზაუტაშვილი, ავიაციის ექსპერტი და რაღაცნაირად მე მინდა რომ კონსპირაციებში არ შევიდეთ და უბრალოდ მაყურებელს ავუხსნათ, რა დასკვნების შესაძლებლობას იძლევა მთელი ეს ამბავი. პირველ რიგში ის რაც ხდება ბაჩიაშვილი თქვენით მინდა დავიწყო საუბარი და შემდეგ უკვე ბატონ ანდროსთან რაღაცნაირად შევაჯამოთ მთლიანი კონტექსტი. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მისი გადმოყვანა გატაცებული ადამიანის პრაქტიკულად მოხდა აირზენას მეშვეობით. აირზენას პასუხი ჩვენ ვიცით უკვე არის ძალიან არაორაზროვანი, შეიძლება ითქვას, ისინი პასუხისგებლობას არ იღებენ. სხვათა შორის მე დღეს დავრეკე სამოქალაქო ავიაციაში და აქვე აი ამით მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი. სამოქალაქო ავიაციას როგორც ვიცი უნდა გაეცა ნებართვა დაფრენაზე. მათი ნებართვის გარეშე ეს რეისი ვერ დაფრინდებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მითხრეს, რომ პასუხს გაგცემთო და შემდეგ დაიკარგნენ და უპასუხოდ დატოვეს ჩემი შეკითხვა. რა კითხვის ნიშნებს იწვევს მთელი ეს სქემა? საღამოშვიდობის მივესალმე ტელემაყურებელს. მართლა ძალიან საინტერესო кейსია. მოდით პატარა ექსკურსი გავაკეთოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გარკვეული შიდა პროცედურა არსებობს, არის შიდა განაწესი, ზოგადად როგორ სრულდება ავიაკომპანიის ჩარტერული რეისი და ალბათ ეს იქნებოდა უფრო საინტერესო და ძალიან ბევრ რამეს ახდის კიდევ ფარდას, თუნდაც იმასაც თუ რატომ არ გიპასუხეს თქვენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ავიაკომპანიაში აერზენა იქნება თუ სხვა, როდესაც არის შემოდის მოთხოვნა ჩარტერული რეისის შესრულებაზე, განსაკუთრებით თუ ეს ეხება კერძო პირს ან კერძო კომპანიას, თუ ესე დაკვეთით მათგან მომდინარეობს, ხდება მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან პირველი განისაზღვრება ვადები გაფრენის მიმართულება, თუ შესაბამის ბორტს და შემთხვევაში იყო გამოყენებული VIP ტიპის CRJ-200 ტიპის ბომბარდიერის ბორტი, მას ჰქონდა საშუალება ამ თარიღებში განახორციელება ფრენა, დგება ჩარტერული კონტრაქტი მხარეებს შორის და რასაკვირველია, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაეგზავნება იგივე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, მათ შორის თბილისის აეროპორტს ტავურბანს. მათ შორის დამკვეთი ვინ არის? ყველაფერზე აბსოლუტურად არა მარტო დამკვეთი ვინ არის, ჩარტერული პირობები როგორი არის და ვინ არის მგზავრი. ეს დაფარული ინფორმაცია არ უნდა იყოს, ყველა შემთხვევაში ცნობილი უნდა ყოფილიყო იგივე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის და აეროპორტისთვისაც, თუ ვინ იქნებოდა აღნიშნული ჩარტერის დამკვეთი და უშუალოდ მგზავრი ვინც მოემგზავრებოდა ამათ თუ იმ ქვეყნიდან მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად ანუ ბაჩიაშვილი იყო თუ არა ბორტზე, მათ სამოქალაქო ავიაციას ეს უნდა ცოდნოდა. თუ ეს იყო, როგორც კიდე ერთხელ. კი ბატონო, მე არ შევდივარ კონსპირაციებში. ჩვენ ინფორმაცია რაც გვაქვს. ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ აერზენა გვეუბნება ქალბატონი ვიკა იყო ის განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს კერძო შეკვეთები, მართლაც ესეა და კერძო რეისზე ჩვენ ინფორმაციას ვერ გავცემთ, ეს იყო კერძო ჩარტერული რეისი. კერძო ჩარტერული რეისის შიდა განაწესს მე გეუბნებით, რომ ყველა შემთხვევაში მარშრუტი, მიმართულება, თარიღი და ვინაობა მგზავრისა უნდა ყოფილიყო ცნობილი. ეს არის წესი და ასაკურველი ხარ. მე როგორ წარმოგიდგენთ, ნებისმიერ ავიაკომპანიაში მნიშვნელობა აქვს, ეს აერზენა იქნებოდა თუ სხვა, სადაც შევიდოდა ინფორმაცია, რომ მგზავრი შეიძლება ყოფილიყო გიორგი ბაჩიაშვილი, ამ შემთხვევაში ალბათ უკვე ქართული პასპორტი არ ქონდა, მეგონა რუსული პასპორტი იქნება დაფიქსირებული, რომელიც საქართველოში ძებნილი პირია. აიღებდა პასუხისმგებლობას აერზენა ან ნებისმიერ კომპანია ამ მგზავრის წამოყვანისას. ვფიქრობ, რომ არა. მე ვერ დაუშვებდი იმ პრეცედენტს ამ შემთხვევაში, რომ აერზენამ ამ შემთხვევაში რაღაც კერძო შეკვეთა აიღო. მე მოუწევდები ავიაკომპანიას, რომ მათ დამატებით განმარტება გააკეთონ ამ რეისთან დაკავშირებით. ეს არის
აბსოლუტური სუფთა кейსი ექსტრადირების რაღაც კონკრეტული შეთანხმება, რომელიც მოხდა ალბათ ქვეყნებს შორის, მოხდა დაკვეთა აერზენას ბიზნეს თვითმფრინავისა და მოხდა ექსტრადირება კონკრეტული პიროვნების, შემთხვევაში ბაჩიაშვილის საქართველოში კონკრეტული უწყებების დავალებით. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისი, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს ჩარტული რეისი განხორციელდა კონკრეტული მიზნით. არა, ეს არ იყო ორდინალური კომერციული რეისი, ჩარტერი. ეს იყო სპეცრეისი, რომელიც განხორციელდა კონკრეტული პირის ჩამოყვანისთვის. ეს რომ ექსტრადირება ყოფილიყო კლასიკური გაგებით, რატომ შეიძლება რომ პასუხებს არიდებდნენ თავს? აი, ძალიან მარტივი იქნებოდა, ეთქვათ რომ ეს იყო ექსტრადირება, ვთქვათ და ბორცზე იყო ბაჩიაშვილი, შემისწორეთ თუ რამეს არასწორად ვამბობ და თქვენგან მაინტერესებს, მაგრამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ და პრაქტიკულად ისინი საერთოდ უარყოფენ ბაჩიაშვილის გვარს და მის ბორცზე ყოფნას პრაქტიკულად უარყოფენ. ანუ არ გვეუბნებიან, ამბობენ რომ აირზენა ამბობს რომ კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, ხოლო სამოქალაქო ავიაცია საერთოდ არ პასუხობს ამ კითხვაზე და უცნაურად გაქრა დღეს. აქაც პატარა განმარტებას გავაკეთებ იქაც თქვენის ნებართვით. არსებობს ორი ტიპის ჩარტი, როცა არის სამთავრობო შეკვეთა და როდესაც დალუქული კონვერტში მოდის ეს შეკვეთის განხორციელება, რაც შეეხება სამთავრობო ნებისმიერ სახის გადაგზავრების ან გზავრის გადაყვანას, შეიძლება ასეთი სახის მარშრუტი და გზავრობა იყოს კონფიდენციალურად ჩავთვალოთ და მათ აქვთ უფლება, რომ ვალდებულებაც აქვთ ასეთი ტიპის მარშრუტებს და გადაყვანაზე ინფორმაცია საჯარო არ გახადონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ კი საუბარი ეხება კერძო ჩარტერულ დაკვეთას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ кейსთან დაკავშირებით, ყველა მის რომ ბაჩიაშვილის ჩამოყვანა მოხდა ამ რეისით, რა არის წინაღობა იმისი, რომ ეს არ გამოაშკარავდა. რასაკვირველია ეს ტიპის ექსტრადიცია ესენე დავარქმევ ყოველ შემთხვევაში მოხდა გარკვეულ ძალიან სასწრაფო რეჟიმში, აქ მთელი რიგი დოკუმენტაციების გაფორმება იყო საჭირო ამ რეისის განსახორციელებლად და მე კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ ალბათ გამოთქვა იმას ყოველ შემთხვევაში, რომ ავიაკომპანია განმარტებებს გააკეთოს ამასთან მიმართებაში, რომ ეს არ იყო ორდინალური კომერციული რეისი, არამედ იყო სპეცრეისი, იცას განხორციელდა. კი ბატონო, ნუ აქ არის თავარი ასევე ის, რომ ადამიანი ყვება, რომ ის 2 დღის განმავლობაში იყო გატაცებული და ამ ფორმით ჩასვეს თვალებახვეული ჩასვეს ბორცზე. ეს ძალიან არ გავს ძალიან ექსტრადიციის კლასიკურ. თუმცა აქაც ერთი განმარტება უნდა გავაკეთოთ ალბათ, რომ აი ახლა 21 საუკუნეში ცოტა რთულად წარმოსადგენი ეს მომენტი, რომ ახლა თქოგეს ნამდვილად რაღაცა ბლოკბასტერი საერთაშორისო აეროპორტში თვალებახვეული ან რაღაცა ბოიოკის ტიპის ფილმებში ნანახი კადრებით რომ არა, ახლა კონკრეტულად იმ მომენტში არ ვიცი, მოდით არ შევიდეთ ამ დეტალებში, იმიტომ რომ არ ვიცით, კონკრეტულად იმ მომენტში ახლა თვალებახვეული იყო თუ არ იყო, ამას არ ვამბობ, მაგრამ 2 დღის განმავლობაში მან არ იცოდა სად იმყოფებოდა და მოკლედ 2 დღის განმავლობაში იყო გატაცებული. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და მე ბატონ ანდროსთან მინდა გადავიდე ზოგადად რომ შევაფასოთ რა ტიპის საქმეა ეს ნავიგაციის გათიშვას რაც შეეხება. ეს რამდენად არ ვიცი, ეს არ ღვევს თუ არა ავიაციო წესებს, ნავიგაციის გარეშე მფრინავი, არ ვიცი, საერთოდ ჯამში საჰაერო სანავიგაციო სისტემების გათიშვა ეს მხოლოდ წესების დარღვევა კი არა, ამ შემთხვევაში ეს ზოგადად უშლის ხელს ფრენების უსაფრთხოებას პირველ ყოვლისა. აქ ნაკლებად გონია ყოველ შემთხვევაში სანავიგაციო აპარატურა თვითონავში ხელოვნურად ეგ მენუალი არ ითიშება და ეს არ შეიძლება შემთხვევაში და ამისთვის ძალიან კარგად მოეთხოვება კიდეც. მით უმეტეს რომ თქვენ მარშრუტის განმავლობაში მე დაფრენისას ეს რადარებზე ჩანს, ეს flight radaris ინფორმაცია გაქვთ თქვენ როგორც ეკეთებთ. თუმცა არა მხოლოდ თვითმფრინავის სანავიგაციო მოწყობილების ჩართვა და გამორთვა არის ერთადერთი მაჩვენებელი იმისი, სად იყოფება ლოკაციურად თვითმფრინავი, ამის გარკვევა სხვა მეთოდებითაც შეიძლება. მე ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ამ ტიპის ბორტზე, მან როგორ არის იცით საქმე, ამ შემთხვევაში ეს ბორტი, აი ბომბარდიერის ტიპის როა, თქვა ეს თვითონ ამ CRG-ს
CRJ-ს კანადური კომპანია ამ კომპანიის ამ წარმოებლის პრესტიჟიც არის რომ ეს აერზენას კი არ დაბრალდება საბოლოო ჯამში თუ იმ სანავიგაციო სისტემა გათიშა არამედ ეს თვითნავის დეფექტად შეიძლება აღიქვას ამიტომ მე ამასაც გამოწვევს გაეთიშა ეს არის უბრალოდ ის რაც flight radar-ზე ერთი ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში სად ჩანს მთელი რიგი დარღვევები სად ჩანს სიმძიმე ქართული ავიაკომპანიისა აი აქ და რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მძიმე დანაშაულში თანამონაწილეობაზე ვსაუბრობთ ადამიანი ამბობს ის ამბობს ასე, რომ ის იყო გატაცებული და ჩამოყვანილი ქართული ავია კომპანია იღებდა ამაში მონაწილეობას და არ გვეუბნებიან გვარს და სახელს, ვინ იყო ბორტზე, არ პრაქტიკულად მალავენ ინფორმაციას, არ თანამშრომლობენ მედიასთან, რა ტიპის შედეგები შეიძლება მოყვეს და ზოგადად საავიაციო ისტორიაში ამ მსგავსი შემთხვევა თუ ყოფილა და რამდენად ძიმე არის ის, რაზეც საუბრობს ბაჩიაშვილი, ჩვენ არა. მე ასე ვიტყოდი ასე გაგცნეთ პასუხი თქვენ შეკითხვაზე რომ ზოგადად რასაკვირველი ექსტრადირების ძალიან ბევრი უამრავი მაგალითი არსებობს როგორც ადრე ეხლაც თვითონ აერზენაში მეც თავის დროზე მან დირექტორად მუშაობდი და ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ქონდა ეგ გერმანიიდან ექსტრადირების ძალიან ბევრი მგზავრი ჩამოგვიყვანია ნიშნულობა არა ამ შემთხვევაში აერზენი იქნებოდა არ იქნებოდა აერზენა და იქნებდნენ სხვა ბორტს ბორტს რომელსაც ექსტრადირება მოხდებოდა მე პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში ავიაკომპანიას ვხედავ მაშინ თუკი მათ არ განმარტეს და არ დააკონკრეტეს ის, რომ ეს იყო სპეცრეისი და ეს იყო კერძო რეისი. იმიტომ აქ უკვე იკვეთება, მაშინ გამოიკვეთება ფაქტობრივად ჩართულობა ძალიან ბევრი მხარის. აქ არის აეროპორტი, იგივე, რომელმაც იცოდა ამის შესახებ, მათ იცოდნენ მარშრუტიც, იცოდნენ ვინაობაც მგზავრისა და იცოდნენ შესაბამისად გადაადგილების პერიმეტრის და დროც, როდის შესრულდეს რეისი. ისე როგორც საბაქო ავიაციის სააგენტო. და აეროპორტში ტავსაც გულისხმობთ თქვენ? ტავი ოპერატორი საკუთრება. იმიტომ რომ მე ტავთანაც ქონდა დღეს კომუნიკაცია და მათ მითხეს, რომ ჩვენო ვერ ავიღებთ ამაზე პასუხისგებლობას, ჩვენ არც ამ კითხვების ადრესატი ვართ, იმიტომ რომ აერზენას ემსახურება ყავს თავისი ლოკალური ჰენდლინგი, ასე გვითხრეს ჩვენ. მე ყოველ შემთხვევაში. გასაგები, ჰენდლინგი ესა მიწის მომსახურების სერვისი, რომელსაც უწევს აეროპორტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიკა იმას, რომ როგორც წესი ნებართვა, აი დუბაის ხარეს ხო უნდა გაეცა ნებართვა თვითნავის დასმასთან დაკავშირებით. ისევე როგორც იქიდან აქეთ რომ მოფლიოს ეს წესი არა, სანავიგაციო წესი და აეროპორტის წესი და რიგიც არის. აქედან გამომდინარე, მათთვის როგორც აეროპორტებისთვის, ასევე საქართველოს ესე იგი სამხელოს ავიაციის სააგენტოსთვის ამ რეისის შესახებ ფაქტი ცნობილი იყო ის პროცედურულად, კიდევ ერთხელ პროცედურულად ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი ვინ რა დავალება შეასრულა აერზენა ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო კონკრეტული პირის ჩამომყვანი ტრანსპორტების განხორციელებელი მას ხომ არ შეუთრებია უხეშად ვთქვათ ეს ადამიანი ამ თვითფრინავში მაგრამ კიდევ ერთხელ თუ პირობითად იასე ზაუტოშმა შეუკვეთა რეისი სადაც აერზენას მოთხოვა რომ 25 წუთით ჩამოეყვანა გიორგი ბაჩიაშვილი დუბაიდან მაშინ აერზენას უნდა ეცნობებინა შესაბამის უწყებებისთვის რომ ასეთი ადამიანის ჩამოყვანას თხოვენ და ეს ადამიანი ცნობილია რომ იმყოფება საქართველოში. ყველა უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. კი ბატონო. მაგრამ მე ამას გამოვით კიდევ ერთხელ ეს იყო სპეცრეისი, ეს იყო კონკრეტული პირის ექსტრადირების განხორციელების კი ბატონო, მადლობა. ბატონო ანდრო, თქვენ მინდა გკითხოთ, აი ამ ამბავმა საერთოდ როგორი არის გამოცდილება, მსგავსი გამოცდილება, სხვათა შორის ბაჩიაშვილი ყვებოდა აქამდეც იმ რისკებზე, ის ყვებოდა რომ მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა, ის ყვებოდა და უცებ ადამიანი რაღაცა ლოგიკა მინდა დავინახო და მე კი ჩვენ ვამბობდით სანამ ეთერი დაიწყებოდა რომ კონსპირაციებში არ შევსულიყავით, მაგრამ სურო ნებისმიერ კონსპირაციას ავარიდოთ ჩვენ თვალყური და ფაქტია, რომ ადამიანი ყვებოდა, რომ საკუთარი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ და უცებ მწვანე ზონაში, არ ვიცი, აღმოჩნდა, საიდანაც თურმე მოხდა მისი დაკავება. ასეთია სუსის ვერსია. კი ბატონო, პირველ მოგესალმებით. კი ბატონო. ხო, საინტერესო საკითხი არის ზოგადად, პირველი ინფორმაცია რაც სუსმა გაავრცელა
უკუნებრივია იქნებოდა მშრალი და არ იქნებოდა სიმართლე, იმიტომ რომ თუ სპეცსამსახურის ღონისძიება იყო, ცხადია პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა ხოლმე ფორმები, მეთოდები, მოქმედების და თუ გატაცებული იყო ადამიანი, ესეც ხდება სპეცსამსახურის პრაქტიკაში, უბრალოდ აქ საფუძველს ვერ ვხედავ, ერთი დიდი გაუგებრობაა, ჩვეულებრივი ექსტრადიცია უნდა განხორციელებულიყო სამართლებრივად, ადამიანი ძებნილი იყო, ყველა მიცოდა რომელ ქვეყანაშიც იმყოფებოდა, ისიც ვიცით რომ იმ ქვეყანასთან ურთიერთობა აქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ისიც ვიცით რომ ის ქვეყანა ღრმა პატივისცემის დადასტურებით მაინც და მაინც დემოკრატიული მექანიზმებით არ გამოირჩევა და ბევრი ჩამკეტი ბერკეტები არ იქნებოდა ექსტრადიციის ხელისშემშლელი პირობები და ძალიან მარტივად არც აირზენა ჩავარდებოდა უხერხულ მდგომარეობაში და აეროპორტში ხდები კადრები. ჩვეულებრივი ამბავია, საბუთების გაცვლა გამოცვლით ხდება, ადამიანი თუ იქ არის დაკავებული, წინა საექსტრადიციო სასამართლო მთელი ამბებია, ეხლა არ იქნება მსმენელისთვის არც საინტერესო რასაც ამბობთ. ხო, ექსტრადიცია ტარდება ჩვეულებრივად და არც თვითმფრინავში, ესე იგი, თვალებზე რაღაც აფარებული შეყვანა ასაჭირო და არც არაფერი მსგავსი. ის რაც სუსმა გაავრცელა, შექმნა შტაბ-ეჭდილება, რომ ჩატარდა რაღაც სპეციალური ღონისძიება. რაღაცა სხვა. რაღაცა სხვა, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ასეთი რაღაც არ ჩატარებულა. უბრალოდ, ანუ სუსის გავრცელებული განცხადებიდან ჩანდა, რომ ძებნილი მოუახლოვდა და გადაადგილდებოდა სადახლოსთან, ეს წარმოუდგენელია, ადამიანი წინა დღეს საკუთარი თავის ლიკვიდაციაზე საუბრობდა და გამორიცხულია ასეთი შიშის ქვეშ იქ აღმოჩენილიყო. ასეთი რაღაც სპეცსამსახურებში ხდება ხოლმე, როდესაც ხდება ტერიტორიიდან პარტნიორი სპეცსამსახურების მიერ მოტაცება, თქვა და შემდგომ გადმოცემა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხდება, იმ რომ არც ერთი ქვეყანა არ ჩავარდეს უხერხულ მდგომარეობაში. თქვენ დამტოვებთ სადღაც უპატრონოთ და მე მიპოვიან და წამომიყვანენ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. სამწუხაროდ თუ ეს ასე განხორციელდა, ის არის რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება ხოლმე როგორც წესი სახელმწიფოს მტრების მისამართით და საქართველოს ყავს ასეთი ადამიანები, საქართველოს კი არ ყავს, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც ქართველების მკვლელობით აქვს სახელი განთქმული, ხო, სეპარატისტულ რეჟიმებთან აფილირებულ პირებს გულისხმობ ასეთების მიმართ. ასეთი ღონისძიებები ხშირად ისრაელის სპეცსამსახურს ჩაუტარებია ხოლმე და ნაცისტებს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან გამოყავდა და შემდგომ სამართალში აძლევდა ეს სამართლის აღსრულების ფორმა იყო მოსადის ხელმძღვანელობით, რითაც გაითქვა კიდევაც მოსადმა სახელი, ხო? ბაჩიაშვილის შემთხვევაში, რომელიც ჩვეულებრივი ფინანსური დანაშაულია, ну შეიძლება დიდ თანხაზეა, მაგრამ ფინანსური დანაშაულია, არ მგონია ეს ღონისძიება საჭირო ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურით, სამართლებრივი დახმარების თხოვნით, აი ამ ადგილსამყოფელი ქვეყნიდან მოხდებოდა მისი ექსტრადიცია. ამიტომ რაღაც განხორციელდა საშუალო სამართლებრივსა და სპეცსამსახურის ღონისძიებას შორის და შემდგომ სადღაც განცხადებებში ჩავიკარგეთ როგორც ჩანს და ამიტომ უხერხულობაში აღმოჩნდა აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ქვეყანაც, იმიტომ რომ როგორც ჩანს იქ მაინც რაღაც თვალ სამართლებრივად არ განხორციელდა ამ პიროვნების დაკავება, შეიძლება იქ არც არის ამგვარი მოთხოვნა ვთქვათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იქაც როგორც ჩანს რაღაც უფრო ესე ზარის, გარიგების და მეგობრული რაღაც ესეც საინტერესოა რა რის საპირწონეთ მოხდა იმ ქვეყანაში აი ამ ღონისძიების განხორციელება, იმიტომ რომ მანამდე პიროვნება იქ იყო და აბსოლუტურად არაფერი მის წინააღმდეგ არ ტარდებოდა საწინააღმდეგო ღონისძიებები. ამიტომ აი ეს არის გაუგებარი და ჩამოსაყალიბებელი სპეცსამსახურში ხომ არ ძლია პოლიტიკურმა მოტივმა სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივებს მუდმივი შეკითხვაა საქართველოს სპეცსამსახურებისთვის და 30 წელია ვერ გავთავისუფლდით ამ პოლიტიზირებული სპეცსამსახურის. ეს რა სახელს მოუძებნით ამ ტიპის სპეცოპერაციას ამ როგორ ფიქრობთ? აი არ ვიცი, აი დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო ამაზე საუბარი და სხვათა შორის მე ახლა ვკითხულობ ასევე თან გისმენთ მამუკა ჟღენტის სტატუსს, რომელიც საჯაროა და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ. წავიკითხო, ექსტრადიციას ორმხრივი ხელშეკრულება არ სჭირდება, საკმარისია და მრავალმხრივი კონვენციებიო, ის ამბობს ამას და ზოგადად ამ ტიპის ოპერაციის ავტორი რა ტიპის არ ვიცი, რა ტიპის სპეცსამსახურებზე ვსაუბრობთ ჩვენ, რა ტიპის ხელწერა არის ეს, რო გითხრათ და განგვიმარტოთ.
ზოგადად სპეცსამსახურს ამგვარი ღონისძიება ახასიათებს, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. მაგრამ აი თქვენ საუბრობდით საქართველოს მტრებზე, მოღალატეებზე, იქ ისრაელის ამბავი და მაგალითი ახსენეთ, მაგრამ ჩვენ მართლაც აქ ვსაუბრობთ, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ აი ამას გასმით უნდა ვთქვათ, ეხლა შეიძლება ანუ ხო აქვს მნიშვნელობა რაზე აკავებ ადამიანს, ვის აკავებ, თორე ამაშია საქმე. ამაშია საქმე, როდესაც სპეცსამსახური ნადირობს, აქ ეს შემთხვევა არ ყოფილა. აქ ამგვარი არაფერი ყოფილა, იმიტომ რომ ეხლა შორს ვარ იმაზრისგან, რომ საქართველოს სპეცსამსახურმა ადგილსამყოფელ ქვეყანაში ღონისძიება ჩაატარა იქაურ სპეცსამსახურთან შეთანხმების გარეშე. უფრო სავარაუდოა, რომ იქ დააკავეს ეს პიროვნება, ასეც არის ხო ინფორმაცია გამოსული, რომ იქაურმა სამართალდამცავებმა დააკავეს და გადმოსცეს უბრალოდ ჩვენს ეს ყველაფერი ფორმდება. ძალიან ჩვეულებრივ სასამართლო პროცესებში ეს ყველაფერი გამოჩნდება, იმიტომ რომ ეხლა თვითმფრინავით ნებისმიერი ნივთის გადატანას უამრავი საბუთები მოყვება და მით უმეტეს ცოცხალი ადამიანის გადაყვანა ესე გაუფორმებლად არ ხდება ხოლმე. ამიტომ უნებრივია ეს ყველაფერი გამოჩნდება და ეს განცხადებებიც უფრო მეტ სინათლეს შეიძენს, იმიტომ რომ ეს არ იყო სპეცსამსახურის ღონისძიება, ამ ეტაპზე რაც ჩანს, ეს არ იყო სპეცსამსახურის ღონისძიება, იყო რაღაც საშუალო ექსტრადიციასა და გატაცებას შორის, რომელიც ეთყობა რაღაც სამართლებრივ სწორად ვერ და თან აქ რატომ აირჩიეს ვერსია მწვანე ზოლთან დაკავშირებით? იმიტომ რომ იმ ქვეყანაზე ხო არ იტყოდნენ იქ დავაკავეთო. მაგრამ ხომ ეს ხომ ძალიან აბსურდულად გამოჩნდებოდა იმ ფონზე, რა ფონიც იყო ადამიანი რომელიც ეს საკითხი არ მიკვირს, იმიტომ რომ თუ საიდუმლო ღონისძიება ტარდება, მაშინ სპეცსამსახური ყოველთვის ცდილობს რომ აბსურდული განცხადება გააკეთოს, იმიტომ რომ არ გაიშიფროს რეალური ფორმები და მეთოდები, რომლითაც მოხდა ღონისძიების ჩატარება. შემდგომ 50 წლის მერე, 30 წლის მერე რაღაცეები იხსნება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამგვარი ღონისძიებები არ ტარდება ფინანსური დამნაშავის წინააღმდეგ. ამგვარი ღონისძიებები არის წინაპირობა რა ეს არის თითზე ჩამოსათვლელი ღონისძიებები, რომელსაც ცნობილი ნაცისტი დამნაშავეების წინააღმდეგ ან ცნობილი რაღაც ისეთი ტერორისტების ან მკვლელების წინააღმდეგ ატარებენ. ეხლა როცა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მიმდინარეობდა, იქ ვერ ვიტყვით რა უნდა იყოს ყოველთვის, ხო, ჯერ მოხდა ლიკვიდაცია და შემდგომ გაფორმდა და ეხლა ყვებიან 10-15 წლის შემდეგ, მაგრამ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამიტომ ამაში ამ ძალების ჩართვა ცოტა გადაჭარბებულია. მე ვფიქრობ უბრალოდ დააკავეს იქ ჩვეულებრივ მეგობრული ზარის საფუძველზე, რაში გაიცვალა, რა გაკეთდა, არ ვიცი, რაღაც სპეკულაციები იყო იქ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით. თქვენთვის სპეკულაცია არის ეს ვერსია, მაინც რომ რაღაცაში გაიცვალა? არა, ვფიქრობ, რომ ამგვარ ღონისძიებას ყოველთვის რაღაც შემხედრი ნაბიჯები მოყვება ხოლმე. შეიძლებოდა, რომ ეს მის თანამდებობა დაეთმოთ საქართველოს წარმომადგენლის ამ ტიპის სპეცოპერაციის გამო ივანიშვილის ინტერესს თუ გავითვალისწინებთ? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პოლოლიკაშვილის ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოქმედებებით მაინც და მაინც კმაყოფილები არ იყვნენ, როგორც გაჟღერდა, მე არ მქონდა ამაზე ინფორმაცია, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თქვა და უმრავლესობის ლიდერმაც, რომ ესე იგი პოლოლიკაშვილმა რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ღონისძიება განახორციელაო, ახლა ამას ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, მათ ეს ასე აღიქვეს, საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ ასეთი რაღაც ყოფილიყო, იმიტომ რომ როცა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი დახმარების აღმოჩენა ხდება, ამას გარკვეული ფასი აქვს და უნებრივია. საქმეც ეგ არის, რომ აი ამ კერძო დავების გამო შეიძლება ფასს სახელმწიფო იხდიდეს, ეს არის პრობლემა. კი ბატონო, მოკლედ, ყოველ შემთხვევაში მძიმეა ის ამბები, რასაც ყვება ბაჩიაშვილი, ის ყვება, რომ 2 დღის განმავლობაში თვალახვეული იყო, შემდეგ აქ გადმოიყვანეს და რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება мотиваცია, ხო, რა არის? ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ექსტრადიციის წინაპირობა, როგორც წესი, არის ხოლმე, რა ვიცი, ძალიან ისეთი მძიმე დანაშაულებები და აქ რა თქმა უნდა, ჩანს მე უფრო მეც ვიტყვი ივანიშვილის პერსონალური ინტერესი, რასაც პრინციპში იცით სამწუხაროდ ადგილსამყოფელი ქვეყნის ეს არქიტექტურა ალბათ ამის საშუალებას იძლევა, სისტემა იძლევა საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ კი ახსენებთ ახლა ტერმინს ექსტრადიციას, მაგრამ ექსტრადიცია არის მკვეთრად განსაზღვრული იურიდიული პროცესი, რასაც ახლავს უამრავი საბუთი და უამრავი ბიუროკრატია. თუ ეს ასე განხორციელდა,
ეს იქნება პირველივე სასამართლოს ხდომაზე წარმოჩენილი, იმიტომ რომ ექსტრადიცია ხორციელდება სამართლებრივი დახმარების საფუძველზე. ეს ვერ ჩვენმა პროკურორმა უნდა მიმართოს იქეთ პროკურორს, მაღალი რანგისა მთავარმა პროკურორმა და შემდგომ ხორციელდება ექსტრადიცია. თუ ეს ასე იყო, მაშინ ამას საქართველოშიც ალბათ წინ უძღოდა მოსამზადებელი პროცესი და ეს პირველივე სასამართლოს ხდომაზე დაიდება. და საერთოდ რატო არ დაიდო ეს? აი ეს არის. ეს იწევს, რომ რატო შეიძლებოდა, რომ ამაზე ამ ფორმით გაგვეკოთ. თქვენ კი ამბობთ, რომ პირველად იქნებოდა მშრალი ინფორმაცია, მაგრამ ამ ეტაპმაც გაიარა და არავინ არ გვცემს პასუხს კითხვებზე. ვიკა შეგახსენებთ, თუ გახსოვთ, თავიდან ითქვა, რომ თითქოს იყო ესეთი ვერსია, რომ წითელი ცირკულით იძებნებოდა, ხო? ბაჩიშვილი მე აღმოჩნდა რომ ესეთი ძებნა არ არის. აი ის საფუძველი, სადაც ამრუძანებდა საფუძველი ექსტრადიციისთვის, გარდა იმისა, რომ რაღაც მეგობრულ ქვეყნებს შორის რაღაც ჩიდა შეთანხმება და გარიგება მოხდა ამ ადამიანის გამოცემის შესახებ, სხვა საფუძველი რო ვერ შეიქმნა, იმიტომაც მოხდა გარკვეული ვერსიების შემუშავება, რომელიც ესე ვთქვა, გაქარწყდა უკვე სასამართლოზე ბაჩიშვილის განცხადების შემდგომ. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.